მილიციას თავს რო ესხმიან, იარაღის გამოყენების უფლება აქვს. იმ შემთხვევაში რომ იარაღი გამოიყენებია, შეიძლება უფრო მეტი სკოლები ყოფილიყო. ამიტომ იარაღი ჩვენ არ იმახსოვს. აი ხა როგორ ფიქრობ, ის ხალხი იარაღით იბრძვის და უიარაღოთ რა უნდა უყნე? ჩვენ ვცდილობთ რომ როგორმე ისინი შეგვე იმას ვექნა რომ შეიგნეთ ამ ხანაგებად შემეუბნებოთ რომ არ გვინდა ასეთი ჩხუბი, ასეთი ამბავი. იმიტომ რომ იარაღის გამოყენება რადგან დიდი სხდები მოყვებოდა. და ამიტომ ჩვენ ყოველგვარს ხმარობთ იმისათვის რომ კაცის სხდები არ ყოფილიყო. თორემ იარაღი უნდა იარაღს გამოიყენება რა. საერთოდ უკანასკნელი ზომა არის იარაღის გამოყენება და პოზიცია დაიგავა აფხაზ მილიციელები თანამშრომლები. აფხაზმა მილიციელებმა ძალიან გვეღარა. ძალიან სუდი პოზიცია. აი ხო ყველა მიცის და თქვი რა. უწყო ხალხს ხელი. მოქალაქეებს უწყობდნენ ხელს რომ და კიდევაც მე ეხლაც ფიქრობ რომ ვერ მენდობი რომ იცას იმასე როგორ უნდა ენდო? რომ არ არის არ უნდა ვიღალას ისინი დარენდო მემაგერს ხო არიან? და კარგების არიან, სუდების არიან, მაგრამ ჩემში ეს დაბეჭდება დარჩა ახლა ეს ზოგიერთი ამხანაგებისა რომ რა ვიცი. იარაღი მართალია მისაო მილიცია. ეს უბრალოდ არ ვიცი მე. არა ამბობენ რა. ამბობს მოქალაქეები რომ იარაღი მისაო მილიციამ თუ აფხაზ ხალხს მაგრამ მე ზუსტად არ ვიცი. აი თუ არის ცნობილი, საიდან აქვს ამდენი იარაღი ამ შეიარაღებული? არ ვიცი. ამბობენ გემით შემოვიდა რაღაც იარაღი. ნუ ეს გავიგე და რამდენად სწორი არის და შეიძლება ჯორი იყოს რა ვიცი. მას არ ვიცი. ეს ამათები მაგრამ რო აქვს ავტომატები ხო ფაქტია? კი. ეს ფაქტი არის და შეერაღებული რომ საბჭოთა ავტომატები აქვს. ნუ ამბობენ რომ საზოგადოების ავტომატური ავტომატის აღქონა და მე პირადად არ მინახავს. ქართველები იყვნენ შეიარაღებული. არცეთ ქართველს არ ეკავა. ქართველი როგორც ასეთი რომ იქ მოხდა. ქართველები ამას საერთოდ უიარა არცეთ ერთი ქართველები საერთოდ არ ქონდათ ესა შიშველი ხელებითა და ხის წინი ქონდათ შეხვედრის დროს რომ მოდი რა ჩვენთან ახლა. და ამბობდნენ რომ არიაჩი მივდივარ ჩვენ უკვე იმაში რა სამართლოს ვიცავ. და რას ამბობდი აბა გითხარით რაღაც ამბობ. არა ქართველებს არ ქონია საერთოდ ესა არცეთ არ ქონია. ჩვენ ჩამოგვართვით იარაღი. რო ჩამოვედი და ისე კი აფხაზებს აი მაგეთყვით ისე კი ჩვენ რო ჩამოვედით აქ ჩვენ იარაღები ჩამოვედით სულ. მეორე დღეს ჩვენ ჩამოგვართვით იარაღი. შემდეგ გორგოზე რო ჩამოვიდა დაგვიბრუნეს მაშინ. აფხაზებს მე არ ქონდათ აფხაზებს იარაღი თანამშრომლები მე დაურიქე. ამო ჩამოგიყვანეს აქ და იარაღი ჩამოგვართვით ჩვენ აქ თვითონ აქაურმა ისე კი მინისტრი აქაური მინისტრი ისე კი ჩურკოვის ბრძანებითო ჩამოგვართვით იარაღი. და ჩავაბარეთ ისე ზოგიერთმა ბუნტიათ ახლა არ ჩავაბარა ზოგიერთმა განყოფილებმა და მე გორგოზე რომ მოვიდა ალბათ რა ვიცი ალბათ შეჭინე დაგვიბრუნენ უცებ იარაღი. ასე იგი მაგათი მინისტრიც მაგათ ხარეზია. და ასე გამოდის რა. იარაღებული ხალხი ამბობენ რომ თებში არიანო გათიზნულია. კი არიან. ანუ ხალხის გადმოცემით ახლა ასე არის და იქ გაგრიდან და იმიდან ხალხი ვერ ჩამოდის. აგერ იყო ჩამოსული გორის ავტობუსი. იქ უბედრობა ამავე გააცი ჩამოაცილეს იქიდან და გააცილეს ისე იმამდე რა რომ ჩასულიყვნენ. კონტროლები იყო დაბლა ჩავიყვანეთ. დავაკენეთ იქან დაბლა რომ უფრო მივხედავდით შორს არ ყოფილიყო. შევამოწმე მანქანა ტორმოზე შლანგი გადაჭრილი, საბურაები დაშვებული, SGU, რაცია, ვიოლა, ეს ყველაფერი მოპარული, შინ არაფერი არ დაგვი. დაჟე ჩვენი დასაწყილი იყო, სამოქალაქო ისიც მოპარული არის. ეს ტორმოზე შლანგი გადაჭრილი ტორმოზე შლანგი აგერ არის გადაჭრილი არის, გასერილი არის ასე. რატო რა ვერ გამაგარებია? ესე ერთი პაგაშკა იყო პირველად, უკან მარჯვენა დაშვებული. რომ წასულიყავით, მაშინ დაგვებერა. და რომ რაღაც შეფხოვდა, ჩვენ და დამპრობლემაა. ტორმოზ რა ვერ დაიჭერა? ტორმოზე აღარ დაიჭერდა. და განგრენაო ვისა აქვს რა თქვი? ეს გადარჩა უკვე რომ არ მოსულიყავიო, მე განგრენა დაგეწყებოდა. უთეს დაწოლილი არის ფეხის დგომა მაშინ სტომატოლოგიურ სამსახურში. თქვენ თანამშრომელია. ის სემეს ჩემთან ერთად ახლა. თქვენი თანამშრომელია. სტარში ლეიტენანტია ჩაგვედაძე. აი რო გცემდნენ უიარაღოთ იყავით თქვენ? აი ის სემეს იარაღით იყომა, ის იარაღს იჭერდა რომ იარაღი არ წაერთმიათ. მეტი არაფერის არ ქონდა, ხელი დეკავა იარაღი რომ არ წამართვა. ესე უსყამი. ისე ეს ჩხუბი რო ხდებოდა და მილიციას თავს დაესხა. არავინ არ იყო აქ პატრონი, გამკითხავი. ან დაეწყნარებინათ ის. არც ინსტრუქტორი ჩაუტარებია, ჩვენ არ ვთქვიათ, ვის როგორ მოვერცეთ, ჩამოსულებით, ქალაქს არ ვიცნობ. იარაღი იხმარო. ქუჩები არ ვიცით, იარაღი ვიხმაროთ, არ ვიხმაროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ, კარგი რომ იარაღი არცეც არ გვიხმარია, 20-30 კაცი შევყარეს პარკში. არცეც დაჟე არც გაგვხსენებია რომ იარაღი გვეხმარა. ვაწყნარებით, დაწყნარდით, ისინი გვცემდნენ ჯოხებით, რკინის
არმატურა ქონდა, 4 ფრთა ქონდა, დალესილი ფრთები, იმით ასე დაგვერდიან არ ვიცი. ნომრებია გადაკეთებული, აბეხე გადააკეთეს. იგენმათ და თვითონ იმათ. რატო დადიოდნენ რა მანქანი? არა, საჭმელო შევიტანთ, უკვე წაგვართვის თანამშრომელი დაგვიმტრიეს. და მე მანქანა დილას პირველ ერთი პავეში გადაუშვეს და მე ეს ამბავი რო ვატყავ 5 საათზე აქ ეკანა მანქანა და დაამტრიეს ვაფშე. და ეხლაც იპარავენო რაღაცებს ხო? მანქანაზე და ეხლა მოვედი არ დამხვდა ვერ მოიპარავიცი. ამას ხსნი ეხლა რო წავიღო რა კიდე არ მოიპარონ რა.